და დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ნიკა შენგელია, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი. ბატონიკა, თუნდაც მომცემთ ასეთნაირად მინდა დავიწყო. ეხლა მსოფლიოსაც და საქართველოსაც ყველაზე მეტად აწუხებს კიდე კლინობის იმას ფორმაში ვხმარობ ირანში ომი. ფაქტიურად საქართველოს ჩრდილოეთით ომია, სამხრეთით ომია. ღმერთმა არქნას რომ აქაც რაღაცა მოხდეს და როგორც ერთმა ქალბატონმა განაცხადა, აქაც ბომბებმა დაიწყო ცევა. მე რაც შეგნებული ჩემი თავი შეგნებული ცხოვრები და მახსოვს სულ პაციფისტი ვარ. თანაც ესეთი. ხო და ომისა და მშვიდობის თემაზე ყველაზე კარგად თავისი მოსაზრება გამოთქვა ალბათ ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა კაცმა 25 საუკუნის უკან ჰეროდოტემ. ის ამბობს, რომ მშვიდობა იმიტომ ჯობია ომს, რომ მშვიდობის დროს შვილები მარხავენ მამებს და ომის დროს პირიქითაა მამები მარხავენ შვილებს. და როცა ეს ასეთი საშინელებას გვიქადის ეს ომი, მისი ინიციატორები, მისი წამომწყებები, ვისედაც არის ბედი დამოკიდებული ომისა და მშვიდობის, რატო არ აფიქრობენ, რატო იმას უფრო არ აცდილობენ ეს ყველაფერი აარიდონ ქვეყანას და ქვეყნიერებას და კაცობრიობას, მით უმეტეს ახლა ჩვენს ეპოქაში, როცა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რომ შეიძლება გაწყდეს კიდეც კაცობრიობა, ხო? ცოტა შორს წავედი, მაგრამ გადავიდეთ მაშინ ომის ქარცეცხლი ყველაზე მეტად სადასტრიალებს. შედარებით უკრაინაში აღარც კი ახსენებენ ამ ბოლო დროს და მისი ადგილი დაიკავა ირანმა. რა ხდება ირანში და რა ბედი გველის ავტობის მოწოდების ხრი, ფასების ხრი და რა მინდა იცით, რომ ცოტა უფრო ეკონომიკური ჩვენი გადაცემა მაინც ეკონომიკური კუთხით უნდა იყოს და ეკონომიკას დაუკავშიროთ, აი ეკონომიკის კუთხით განვიხილოთ ეს ყველაფერი. ხო. კარგით, მიესალმები მაყურებელს. პირველად ვარ თქვენს ტელევიზიაში და ბედნიერი იყოს ჩემთვის წარმატებებს გისურვებთ ყველას. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ზონს, ირანის ზონს მიახსენეთ, რა თქმა უნდა დღეს ძალიან აქტიური თემაა და მეც სხვანაირადაც ვფიქრობდი, მე ყველაფერს ამას წავიყვან ეკონომიკურ ჭრილში, ანუ რა შეიძლება კონდეს საქართველოს. რას უნდა ველოდეთ? ხო, ამაზე ჩვენ გამოქვეყნებული ქონდა სტატიაც კიდე სოციალურ ქსელში. და მის მერე ფაქტიურად როცა გამოქვეყნდა, სწორედ ისე წავიდა პროგნოზი სამწუხაროდ არ იყო კარგი პროგნოზი და ისე მიდის. ახლა რაც შეეხება ირანის ზონს, ეს არ არის ერთი სახელმწიფო ზორი მეორესთან. აქ არის ფაქტურად ჩართული ძალიან ბევრი ქვეყანა, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, არაბული ქვეყნები. და ღმერთმა უკნას ეს ზონი გავრცელდეს და გავრცელდეს. იქ თუ არ ვწდები ავღანეთ-პაკისტანს შორისაც ბრძოლებია, მაგრამ იმისთვის ჯერ ეთქვა იმის გაშუქებისთვის არცალია უფრო მნიშვნელოვანი უკრაინის ომის მიავიწყდა თქვათ ასე და პირველი, როგორც თქვენ ბრძანეთ, მთავარი კერა არის ახლა ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებული პრობლემები. კარგად გვახსოვს, რომ ეს ომი თავიდან როცა დაიწყო, გამოაცხადეს, რომ 7 დღიანი იქნება, მერე თქვენს რომ არა 3 თვე გაძლებს და ისე არა 1 თვე და შემდეგ უკვე ოფიციალურად მოითხოვა პენტაგონმა რომ 100 დღიანი დაფინანსება და მხარდაჭერა მიეცეს და ეხლა იმასაც თუ ვაკვირდებით რომ ის დიდი გემები რომლიდანაც ავია სირია და თვითმფრინავი ფრინდება და ისინი მოაშორეს 1000 კილომეტრით და ორივე მათგანი რაღაც სარემონტო სამუშაოებში არიან ჩართულები. ანუ არც ისე მარტივი აღმოჩნდა ირანელების დამარცხება. არა და მთლად თავარი პოლიტიკაში პირდებოდა რომ მოვედი რომ ომები დამთავრდა. რაღაც არ უჩანს პირი. პრობლემა ის არის რომ უკვე გამოჩნდა ინფორმაციები რომ ემზადებიან სახმელეთო ჯარების შესაყვან და აი ეს იქნება უკვე ნამდვილი სასაკლაო თქვათ ასე. თუ არ ვწები 50000 ჯარისკაცი გაგზავნაზია ლაპარაკი. ხო, მაგრამ ეს არაფერს არ იზამს აბსოლუტურად დამერწმუნედ ახლა ვინც ირანი არის და ვინც ეს ხალხი არის ის აქ მოეწყობა სამწუხაროდ დიდი სასაკლაო. მოგეთ ეკონომიკურ ჭრილში ჩვენ გვქონდა ესეთი ორი პროგნოზი თუ ომი 3-4 თვეში დასრულდება
რა ელოდება საქართველოს. ამ შემთხვევაში საქართველოსში რა თქმა უნდა თავიდანვე იყო პროგნოზი ნავთობის ფასების დაზემბი სრუტე რომ ჩაიკეტება. რა თქმა უნდა ნავთობი ახლა თქვენ აქცევთ ყურადღებას რომ ამერიკამ რუსეთსაც მოუხსნა სანქციები დროებით, მაგრამ ეს არ შორის ნავთობის ფასები ფაქტიურად გადაცდა $100, 120 და ისე შემდეგ $100 და ახლა $100 ნიშნულთან. ბარელზე ხო? ერთ ბარელზე ბრენტ ნავთობზეა საუბარი. ნავთობის ფასების მატება გაგრძელდება. ბატონო, მაპატიეთ რა, არ ვიცი ეს როგორი დანადგარებია და ცოტა ხლას არ ვიცი, კარგად ესმის თუ არა, იგებს თუ არა ჩვენ მაყურებელი და ცოდვა რო ვერ გაიგოს. ხო. ანუ ნავთობის ფასების და ჩვენ ველოდით. ხო, ნავთობის ფასები გაიზარდა ყველგან საქართველოშიც. თვითონ რუსეთშიც, მაგრამ რუსეთი ახლა სხვა ღონისძიებებს ატარებს და ამასაც მოგახსენებთ. და შესაბამისად გაიზარდა თეთრი ნავთობპროდუქტების ფასები, როგორც არის დიზელი, როგორც არის ბენზინი. საქართველოს ჭრილში თუ გადმოვართ, ამ ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ დღემდე საწვავის ფასები გაზრდილია 30-დან 50 თეთრის შუალედში. გამომდინარე იქედან, რომ რუსეთმა გააკეთა განცხადება პრეზიდენტმა, რომ 1 აპრილიდან ფაქტიურად ეგიდან წვეთს აუგზავნა ყველას ბენზინის ექსპორტი და გაუგზავნა ისე ტრეიდერებს, რომელსაც თავიანთი ნავთობი ჰქონდათ განამუშავებელი, ყველას აუგზავნა გატანა. ეს საქართველოში დააყენეს ძალიან მძიმე შედეგებს და მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში შეიძლება არც დაჭირდეს მაგდენი საწვავის ფასი 4 ლარამდე მივიდეს და თუ შემდეგ გადაცდა 4 ლარს სამწუხაროდ კიდე გვექნება მაღალი ნიშანი. 3-4 თვე? არა, 1 თვის შემდეგ ვიძახი. 1 თვის შემდეგ? კი, უკვე ამის შემდეგ. იმიტომ რომ უცხოური საწვავი უფრო ძვირია, ვიდრე რუსული საწვავი, თან ლოჯისტიკის კუთხიდან რუსეთიდან უფრო შედარებით იაფად შემოდიოდა. ახლა თუ გავთვლით, რომ უნდა შემოვიდეს ევროპიდან გემით, შემდეგ გემის გადამუშავება ფოთისან ბათუმის ტერმინალებში და შემდეგ თბილისამდე ჩამოსვლა, ეს დაახლოებით $60-90 დის ტონაზე ფასდა, ისედაც ძვირია ხო ევროპული საწვავი გამომდინარე. ამიტომ სამწუხარო ინფორმაცია ის, რომ რაღაც 1 თვისა და 45 დღის შემდეგ თუ აქამდე არა 4 ლარს ველოდებით ერთ საწვავზე მინიმალურ ფასს. სამწუხარო პროგნოზია რა თქმა უნდა. საქართველოსთვის როგორც მოგახსენეთ, ეს ომი აისახა ამ საწვავის კუთხით. საწვავი როდესაც ვირდება და ენერგომატარებელი, რა თქმა უნდა, ფასები მიიწევს ზემოთ, ხო? ანუ იწყება ინფლაციური პროცესები, ახლა უბრალო მაყულებმა რო გაიგოს, ინფლაცია ეს არის ის ცუდი რამ, რომ დღეს თუ გაქვთ 100 ლარი და ყიდულობთ გარკვეული რაოდენობის პროდუქტს და მომსახურებას, როცა ინფლაცია იზრდება, უკვე იმ რაოდენობის პროდუქტს და მომსახურებას ვეღარ ყიდულობთ. აი ეს მარტივად რომ ვთქვათ. ანუ ველოდება ინფლაციური პროცესები გამომდინარე, ანუ ფასების ზრდა. ესას. რა შეიძლება დაუშვათ იყოს სარგებელი ახლა ხო ყველაფერი ცუდი არ შეიძლება იყოს ყველა სექტორში. თუ ომი გაგრძელდა 4 თვეზე მეტი, მაშინ სექტორი, რომელსაც ქვია საქართველოში საამშენებლო სექტორში, დიდი ალბათობით ფასები მოიმატებს კერძო საკუთრების შეძენაზე, იმიტომ რომ გვექნება მიგრაციული პროცესები, ანუ ირანიდან გადმოსული ხალხი დაიწყებენ ბინების შეძენას, დაიწყებენ ბინების ქირობას, გველოდება ქირებზე ფასების აწევა და კერძო საკუთრების გაწვირება. გამომდინარე აქედან კვლავ ეს ყველაფერი ისახება შემდეგ ჯაჭვური რეაქციის სახით ისევ პროდუქტებზე და მომსახურებაზე. ანუ კარგი რამ ამ კუთხით არ გველოდება თუ ეს ომი 3-4 თვეში მისი დაწყებიდან 1 თვე ფაქტობრივად გასულია დაახლოებით, ხო? თუ ამ 2-3 თვეში ეს არ ჩაცხრა და არ მოხდა რაიმე მოლაპარაკება, კარგი არაფერი ველოდება ამ ეკონომიკური ჭრილში ვიძახი.
კარგად ვიცით, სანამ ეს ომი დაიწყებოდა, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა ამ ფესებთან წინააღმდეგში, ფასების შემცირებაზე, ხო, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომ საქართველოში არის კარტელული გარიგებები ფასებზე და ეს არ არის ახალი, მოგეხსენებათ, ხო? იმიტომ რომ ქსელური მარკეტები ფაქტობრივად რამოდენიმე კაცის ხელშია და რამოდენიმე მარკეტს ქსელურს ერთი პატრონი ყავს და შეთანხმებული ფასებით მიდის ვაჭრობაზე, ამასაც მინდა ხაზი გავუშვათ. ანუ ეს დამახინჯებული ფასები, როგორც არის სააფთიაქო ქსელებში, როგორც არის საწვავის ბიზნესში, ხო? შეთანხმებული კარტელული ფასები და პროდუქტის ფასები ეს არ ახალია, ხო? თუნდაც იგივე რომ საწვავის ბიზნესშია მაღალი ფასები, თვითონ ჩვენი კონკურენციის სააგენტო დროდადო აქვეყნებს დასკვნებს და აჯარიმებსო გინდება ეს კარტელული გარიგების ნიშნები, მაგრამ ურჩევნიათ ამ სექტორში მუშაობ ადამიანებს გადაიხადონ ეს ჯარიმა, ვიდრე დაწიონ ფასები, ხო? უფრო მეტი მოგემანახო. სააფთიაქო ქსელთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს, რომ ფასებმა გარკვეული პერიოდი დავუშვათ წინა პრემიერის დროს დაიწია და შედეგიანი აღმოჩნდა. შემდეგ ისევ აწეულია ეს დაახლოებით კვერცხს მახსნედებს დაიწია და საბოლოოდ ისევ აწეულია. ასია წამლებს. აი ახლა გინდა კონკრეტულად კვერცხს ვისაუბრა, რა შეხა პროდუქტებს. კარტელული გარიგებები ვარ და ხა მე ერთი მიკვირს უბრალოდ ხელისუფლებას ახლა მე აღარ ვაკრიტიკებ ამ კუთხით. კარგია რომ დაიწყო ბრძოლა, მაგრამ აი იმ კომისიაში ისევ მინისტრები და დეპარტამენტის თავმჯდომარეები და ჩინოვნიკები რომ არის, რომელთაც სულაც არ ენაღლებათ ფასები მაღალია თუ როგორია. ახლა არის ენაღლებათ თუ არა, ისინი მართავენ ხო ამ ქვეყანას და თქვენ თვითონ არ ყვევთ რატო მაღალი ფასები, ხო? დამოუკიდებელი ექსპერტი რაღაცა მოიწვიოთ მისი აზრი, მოისმინოთ. ჩვენ საიდან ვამბობთ და კარტელული გარიგება შევიდნენ და ნახონ საგადასახადო სამსახურები ყავს შემოსვლის სამსახურები თითოეული ინვოისი, აი მაგალითად ქსელური მარკეტი ზეც ყიდულობს 2 ლარი, ზეც რაღაც ზეც მაგალითად 2 ლარი და 20 თეთრად, ხო? და მისი ფასი საცალოქსოში იქვე თავისი ვექსელში მინიმუმ 100-120% არის დარიცხული. აი კვერცხი ახსენეთ, ხო? ყოველთვის კვერცხის ბიზნესი ასეთი იყო. კვერცხის წარმოებები თავშად თუ უჯდება ეს 32 თეთრია თუ ახლა ამ წუთს რაღაც 60 თეთრამდეც არ არის. ეგ არის რაღაც 30 თეთრის შუალედში 100%-ით დამატით მოდის საცალო ქსელში, ხო? აი ამ სიმახინჯეების აღმოფხვრას ხო უნდა რაღაც ელემენტარული რეგულაციები და ხო უნდა ეს ვინმე გააკეთოს ისეთმა ჭკვიანმა ადამიანმა, რომელსაც ცოტა რაღაცა ესმის, ხო? კაბინეტში მდგომი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს. და იქ ფურცლებით გამოკვლევა თუ რა ხდება საბოლოო ჯამში რატო ძვირდება პროდუქტი, ეს იქ ცოტა სხვა მექანიზმები აქვს ჩართული და არის ეს რა ქვია, შეთანხმებები და კარტელული გარიგებების მულტიპლიკატიურ ჯამში გავდივართ ბოლოში. ხო? დაიწყებს მთავრობა ამაზე საუბარს, მე მახსოვს ბენზინზე უნდათ ფასების გაიაფება 3-4 წლის უკან, 3 წლის უკან პრემიერის გაგზავნეს თუ ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანში და სანამ ჩამოფრინდა უკან პირიქით გაზრდილი იყო კიდე ფასები. ხო, დაიწყეს ბრძოლა, ფასები იზრდება. ხო, ახლა რა უნდა თქვა, ერთი რომ აი საწვავი გაწვიდა და აი იმიტომ გაიზარდა ფასები და რა თქმა უნდა კიდე ერთხელ ვიმეორებ საწვავის ფასის და მოქმედებს ფასების დაზე, მაგრამ ყველაზე მეტად მოქმედებს ეს კარტელული გარიგებები, რომელიც აქამდეც არსებობდა. სულ მაგას ვლაპარაკობთ თითქმის ყველა გადაცემაში, რომ ეს არის თავარი, რომ ეს უნდა მოისპოს ეს კარტელული გარიგებები, ეს მონოპოლიები. ეს აძვირებს ყველაფერს, მაგრამ აწყობს ხელისუფლებას, არის პოლიტიკური სურვილი და ნება. ახლა მეორე საკითხია, რომ არ აწყობს ხელისუფლებას ეს გაბრაზებული ხალხი ემატება და ერთ დღეს შეიძლება სულიად ამოფეთქოს და ეს დღე მე მგონი გვიან არ არის ახლა ამის ფონზე რა ჩვენ ვისაუბრებთ თუნდაც ირანის ომის ფონზე რომ საწვავი გადაცდება 4 ლარს და ღმერთთან უკრას 5 ლარამდეც მივიდეს, ნუ არ ფიქრობ აქამდე, ხო? მაშინ ეს რო დაჩქარდება სამწუხაროდ, ხო? ამიტომ მინდა მე რომ ჩვენმა ხელისუფლებმა გაითვალისწინოს ეს ხო ყავთ იქ პროგნოზის ვინც უკეთებთ ამას რა ვინც გაუკეთა ის პროგნოზი რომ ფასები უნდა დაეწიათ ხო იცოდა რა ბოლო დიდი იქნებოდა ირანში კაც ამას ჩვენ წედით რომ განვითარების ორი სცენარი თუ ამერიკა დაარტყავს ირანს მივდივართ ასე თუ არ დაარტყავს მაშინ საწვავის ბარელის ფასი მაინც არ ჩამოწდება $85 წერდით ამას ხო ოდესაც ზოგიერთები ახლა დაიქცევა რუსეთი ჩამოვა ფასები დაბლა და იმას უყურებენ რომ რუსეთი როგორ დაიქცევა და აქ რა ხდება იმას საერთოდ აქცევა ყურადღებას.
ამაშია საქმე და საათელი უბედურება. ამიტომ ეხლა ბეწვის ხიდზე გადის ჩვენი ხელისუფლება, იმიტომ რომ აი თუ კარგად გაანალიზებენ რა ხდება ჩვენს ირგვლივ ჩრდილოეთში და სამხრეთში. ეს ცეცხლი თუ კიდე მოგვიახლოვდა, თუნდაც აზერბაიჯანთან, ხომ არის ნიშნები რომ ირან აზერბაიჯანს შორის დაიძაბოს. ხომ არის უკვე გამოაცხადა ირანმა რომ აი უკრაინაც ამოიღო მიზანში და ხა ის რაკეტა ხო გადაგვაფრინდება ჩვენ თავზე. ისე ხო არ შემოულის საქართველოს ხო ყველაზე ახლო გზი და ისეთი გაუმართავი რაკეტები აქვს შეიძლება საწვავი გამოველიოს, საწვავი მიფრინავს ის და მეც ის აჩამოვარდება ხო? არა აქვს მაგათ დაზუსტების ის, ამიტომ ყველაფერი არის მოსალოდნელი. და ამ ფონზე სწორად უნდა ბრძოლა აი ამ კორუფციას, რასაც ქვია და ამ კარტელურ ორგანიზაციებს და ამ მონოპოლიებს და იგივე ოლიგოპოლიებს, რაც საბანკო სისტემაში არსებობს ოდითგანვე. აი ესაა თელი უბედურება, რომ ამასთან ბრძოლა უნდა დაიწყოს. დაიწყო თითქოს რაღაც კორუფციასთან ბრძოლაზე და ეს შენონებში, მაგრამ ფაქტიურად გაჩერდა ხო და დიდი ხმაურით დაიწყო ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერები, მაგრამ შემდეგ შეჩერდა ეს ყველაფერი, კარგად ვიცით და ანუ მოსახლეობაში დადის აზრი, რომ ეს არის დავშად ერთი კლანის მეორე კლანის ჩადასვლება და აჭრელებული ამაზე გაზეთები. ხო მე არ მინდა ასე ვიფიქრო, მე მინდა პირიქით რომ ხელისუფლებამ გააგრძელოს კორუფციასთან ბრძოლა, ხელისუფლებამ გააგრძელოს კარტელებთან ბრძოლა და ეს შეუძლია რეგულაციებით, იმიტომ რომ ადრე თუ ვაჭრობი მსოფლიო ორგანიზაცია და ეს მეტალურგიის სისტემაში შემავალი ორგანიზაციები ამას გზალავდნენ, დღეს უკვე მოშლილი ასეთოდ ვაჭრობი მსოფლიო ორგანიზაცია თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ის როგორც უნდა ის იაწესებს გადასახადებს და თავისუფლად შეუძლია შემოიტანოს რეგულაციები, ელემენტარული რეგულაციებით. მე ახლა აქ რეცეპტებს აღარ გამოწერ, ამაზე მქონდა მე გაკეთებული სოციალურ ქსელში, ახლა ხო აკრიტიკებთ და რატო არ გვეუბნებით, იკითხეთ, მოიძიეთ. თავრობას რამოდენიმე რეგულაციით საერთოდ შეუძლია კიდე 100,000 კაცი დაასაქმოს საქართველოში. ანუ მე იმ დასკვნას ვაკეთებ, ბატონიკა, რომ ახლა თავრობას გარე ფაქტორებზე მუშაობა ნაკლებად შეუძლია. კი უნდა იმუშაოს ამ მიმართულებითაც, რაც შეიძლება მეტი მომწადებელი მოიძიოს ამ საწვავის. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვეყნის შიგნით, რომ აქ არ იყოს ის, რაზეც ამდენი ვილაპარაკეთ, კარტელური გარიგებები, ეს მონოპოლია, ოლიგოპოლიები, ხო? ვიდეbles ბენდუქიძე მოვიდოდა, მოგვევლინებოდა მინისტრად ეკონომიკის მეტნაკლებად ანტიმონოპოლიურ სამსახურს დიდი როლი ჰქონდა. ბევრს არც მაშინ არ აკეთებდა, მაგრამ მაინც ეს შეაკნინეს, დააკნინეს. ეხლა ქვია თუ არ ვხდები კონკურენციის წამახალისად. ხო და ეხლა ვთქვათ მიჩუმებულია. თუ რადიკალურად არ შეიცვალა ამ სფეროში და ეს ორგანო არ წამოიწია ზევით, არ ვიცი ვის დაექვემდებარა უშუალოდ პარლამენტს თუ როგორ უნდა იყოს ეს მოსაფიქრებელია, ძალიან რთულად წავა ჩვენი საქმე. კარგი, მე ამოვწურავ მაშინ ავტობუსის თემას, თქვენ მძანეთ რომ რაღაცა მოიძიოს, ბევრჯერ მქონდა გადაცემაში მიზონი. როდესაც ადრეც რუსეთი აკეთებდა აკრძალვებს 3 თვიანს, 4 თვიანს, ხო? სხვა ქვეყნებთან ყველასთან ზოგან გადიოდა საწვავი, საქართველოში არ შემოდიოდა. რატო? ყოველთვის ვამბობ, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს ნავთობპროდუქტების რაღაც სააგენტო. როგორი? ნავთობპროდუქტების სააგენტო, რომელსაც ექნება უფლება და უფლებამოსილება, რომ გააკონტროლებს ამ სიტუაციას, იგივე რუსეთის მთავრობასთან დადებს სამთავრობო ხელშეკრულებას, ან რა გაუჭიდა ჩვენ მთავრობას, რომ რამოდენიმე ამ ქარხანას შეიძინოს, ან ჩადგას იმ რუსეთში და ამ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოთა შორის კონტრაქტები არის, რუსეთს არც ერთთვის არ შეუწყვეტია თუნდაც მაშინ დიზელის და ბენზინის მიწოდება. ეხლა კი ძალიან მკაცრად აკრძალეს, მაგრამ როცა შენ გექნებოდა შენი და უშუალოდ რაღაც ამ სააგენტოს ექნებოდა ამის საშუალება, რაღაც გარკვეული თუნდაც 800 და 1000 ტონა საწვავი შემოიტანა გადაიმუშავებინა. ეს სახელმწიფო სტრუქტურები ჯარი იქნებოდა, პოლიცია, სასწრაფო, ესენი ხო დაგმაყოფილებოდა ბოლო-ბოლო. ხდებით, ხო? ამ კუთხით არ არის საერთოდ ფიქრი, ან თუ მოიფიქრებენ ალბათ ისე რაღაც კორუფციული სქემით ჩაძრება იქ ხალხი და ჩვენ გვაქვს ამის პროექტი, როგორ უნდა იყოს, ეს არის იდეალური პროექტი. ბევრჯერ თქვით მოვალ, მოგვისმინეთ, მაგრამ არავის არ აინტერესებს, უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს, თვითონ თავისთვის მართავენ, ნუ ალბათ ასე მიაჩნიათ სწორად და
თვალზე მიაჩნიათ სწორად ჩვენ ვიღებთ იმ შედეგებს, რა შედეგებითაც ვართ დღეს მოსული გინდა საფასო პოლიტიკით, გინდა ხარისხობრივი პოლიტიკით და გინდა ცხოვრების დონით. ბატონიკა, რახან ამ საკითხებზე წამოვჭერით საუბარი მეგულისმო მონოპოლიებს არ შეიძლება რომ საბანკო მონოპოლიებს გვერდი აუვაროთ, იმიტომ რომ ეს ორი დიდი სფერო, რომელიც ძალიან დიდ უნდა აძლევთ ეს ფისკს წარმოებას არის საბანკო და საწვავის და ეს დარგები, ხო? საბანკო მონოპოლიაზე რა სიტყვოდით და რა სიტყვოდით იმაზე თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ებრძოლოს ამ მონოპოლიას და როგორ შეიძლება რაღაცნაირად კონკურენციულ გარემოში მოაქციოს ეს დარგი. რომ 3 და 4 ბანკი ამ მონოპოლიურად მაღალი პროცენტებითა და იმით ყავს არაძრობდნენ ხალხს. დიახ, მოგახსენეთ მაგაზეც, მე მაგას დავარქვები საბანკო ოლიგოპოლიას და გეტყვით ახლა სად არის მაგის ნიშნები. საქართველოში ოპერირებს 18-მდე ბანკი დღეს, კომერციული ბანკი. და ამ კომერციული ბანკებიდან 2-5-6-ია ცოტა წამოჩნდა, 2-ს უკავია ბაზრის 80-80%, ნუ ბოლო მონაცემებს ახლა მე ვადევნები თვალყოს 40% დომინირებს საქართველოს ბანკი და 38% მიყვება TBC ბანკი. დეპოზიტებზე, სისხლებზე. კლიენტების და ბაზრის გადანაწილება. ხო, აი ეს. ანუ ფაქტიურად ეს ოლიგოპოლია ნიშნავს იმას, რომ სხვა კომერციული ბანკებს ამათთან შედარებით არაფერი ბერკეტები არ აქვს მოსახლეობას შეთავაზონ უფრო იაფად ის სერვისები ან მომსახურება, რომელიც დავუშვათ ეს ბანკები აწესებენ, ხო? დღეს ელემენტარულად ადამიანს სესხი აიღოს, ხო? თქვენ იცით, რომ 8%-ია, ხო? რომელი ბანკის 100% განაკვეთი ბანკები იპოთეკურს თითქოს 16-14%, მაგრამ თუნდაც ახლა ჭირდება ნამდვილად უცებ ადამიანს, აი რატო აფასები ძვირი, ხო, ვინც მცირე ვაჭრობით არის დაკავებული და სულ 5,000 ლარი უნდა საფრთხე და 10,000 ლარი ავტომობილებს დებენ, ხო, მაშინ ბანკში. 41%-ია, აი ლიბერტი ბანკი აიღეთ, მიხვალ 41%-ს გახდევინებს წლიურს, ხო? რამდენს? 41%. მოსაგებია. ხო. ანუ ამ კუთხით რეგულაციები არის მოშლილი. მე მინდა ვთქვა ის, რომ საბანკო ოლიგოპოლია აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ის ხარვეზები და ამ ფასების დაშით საბანკო ოლიგოპოლიის ხელი უდევია, რომ მაღალი პროცენტები აქვს ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველა მომსახურებაზე. და საბანკო ოლიგოპოლიის და ეროვნული ბანკის თამადობით გამოწვეული მისი ქმედებით ეკონომიკაში, აი მინუსებს იმკის მთავრობა. და მოსახლე ვერ ერკვევა, სად არის აქ ბანკის წვირი, რომ ეს არის წვირი, ხო? ყველაფერი საწვავის წილიც არის, ფულად საკრედიტო პოლიტიკის წილიც არის. და მეტწილად არა მარტო საწვავია დამნაშავე. ნახევარი თითქმის ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკა დამნაშავე. და ამის კრიტიკას იმკის ხელისუფალი. მე მიკვირს, კაცო, რატო არის საქართველოში სულ კომერციული ბანკები? რატო არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ბანკი? რატო არ შეიძლება დაბრუნდეს ქვეყანაში აგრარული ბანკის ესეთ სექტორის სახელით, რომელიც მიხედავს ფულად აი ამ აგრარულ სექტორს. რატო შეიძლება საექსპორტო ბანკი იყოს? ხო, რაღაც ნუ ისეთი, რომელიც შეუწყობს და სხვა საპროცედო განკვეთები და ახლა ვერცეთი სოფლის მეურნეობის ვერცეთი დარგი ვერ იარსებებს წლიური 16 და 20%-იანი სასხლებით. გამორიცხული ეს. ეს არის გამორიცხული. რატო არ მიდის ამ კუთხით მუშაობა? მე ბევრჯერ ვატარებდი ქართლში ეროვნული ბანკის პოლიტიკას, ბოლო პერიოდში არ შეხებია, მაგრამ გაუარესდა ეროვნული ბანკის საქმიანობა, ვიდრე იყო დაუშვათ მის წინა ორბედან. ხო, იმ კაც კიდევ რაღაცა ესმოდა და იგივე საპროცენტო განიკეთებს, იქ შეკრიბვა და ექსპერტებს და იქ როცა უმტკიცებდით, ახლა არ იყო ამდენი აწევა. 0.05% აიწეოდა, ახლა როგორც უნდა არც არავის ეკითხებიან, აწევენ, დაწევენ, თავის ჭკუაზე აქვს და ეს რა ქვია, ემისია. თითქოს ახლა ეროვნული ბანკი არ ყვებს ამდენი ბანკის ფუნქცია არის შეინარჩუნოს ფაზების სტაბილურობა და ინფლაცია. ხო და გეკითხებთ ინარჩუნებს 2012 წლიდან დღემდე ყველაფერი გაძვირებულია და მინიმუმ 100-130%. აი 2012 წელს ბოლო პერიოდში დაუშვათ, როდესაც მოვიდა ახალი მართველი, რამდენი შეიცვალა ფასები, შეინარჩუნა, ანუ ერთი ფუნქცია აქვს, ხო, იმ ფუნქციასაც ვერ ასრულებს.
ეროვნული ბანკის ფუნქცია ასევე არის ფულადი მასის მოძრაობას უყუროს ქვეყანაში. რა უყურებს? ქვეყანაში იმდენი ფულადი მასა შემოდის. ხო, ვერ აკონტროლებენ ასე ჩქარა. თუ გინდა ლარი რო შენარჩუნია 270-ზე რა ეროვნული ბანკის დამსახურება და ეკონომიკა აგვიყვავდა, არა ბატონო, ტრანზაქციებია ძალიან ბევრი და ლარზე არის მოთხოვნა. ელემენტარულად აგეცინა თვეში 430 მილიონამდე უყიდია ეროვნულ ბანკს დოლარი. ხო, გააკეთა სტაბილიზაცია შემდეგ და შესაბამისად არის გამოვიდა შემდეგ ამ ლარებს კიდე აღჩობს და მიაკ. ამიტომ ქვეყანა როგორც საქართველოა, აქ ჭირდება რბილი ფულადი პოლიტიკა და ჭირდება სახელმწიფო ბანკი, ჭირდება აგრარული ბანკი, რომელიც საერთოდ სხვა საპროცენტო განაკვეთებით იმუშავებს გლეხობასთან, იმუშავებს სოფლის მეურნეობასთან. პატარა ქვეყანა ვართ, შეიძლება ამის მართვა, შეიძლება ამის რეგულაციებზე მორგება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაშინ მით უმეტეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში არეულია სიტუაცია და არ მოქმედებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესები. საერთოდ მოშლილია. ამ დროს შეგიძლია შენ ხელისუფალს ესენი ყველაფერი დაარეგულო და საქართველოში ახლა ამ 4 მილიონამდეც არა ვარ დარჩენილი, ხო? ერთი ქალაქის მოსახლეობა არა ვარ კიდე შორს ვარ წახვიდე მოსკოვშია და იმაშია და ბელარუსს, ხო? ერთი ქალაქის მოსახლეობისთვის ამდენი სამინისტრო არსებობს, ამდენი დეპარტამენტი არსებობს და ამდენი მიწები თავისუფალია რესურსების და ამისთვის ვერ დაალაგებულეს ქართველმა კაცმა ფაქტიურად კონდეს მუდმივი სამუშაო ადგილი და კონდეს ესეთი ანასხაურება რომ არ გაურბოდეს თვალი უცხოეთისაგან და კარგად იცი როგორი პროცესებია მიგრაციაში. აი ეს არის ნონსენსი, ხო? ბოლოს 3.714.000 დაგთვალეს, თუ რამდენი აქვს მახსოვს და ახლობით ჯერჯერობით არც აქვეყნებია. აი ერთი ქალაქის მოსახლეობას, როცა ამდენი სამინისტროთი მართავ, ამდენი ადმინისტრაციით მართავ, რა გახდა, რომ ამ ხალხს კონდეს სამუშაო ადგილი, იგივე ბანკის შექმნის სახელმწიფო ეს ფული რა არის? ფული არის მოძრაობის და გადახდის საშუალება, ხო? ინსტრუმენტია, ხო? გამოუშვიეს ფულის შეუშვი ემისიაში. ის არაფერს არ იზამს. თუ ეს ფულის მასა გამოვა ბევრი და დაუშვათ ჩაიდება მიწაში და ის მიწადან არ ამოვა ის სცენარი და გვალვა, ანუ ბუნებრივი პირობა გააფუჭას, ამით არაფერი დაიხარჯა. ამით არაფერი არ დაშავდება, ეს ინფლაციაზე დიდად არ დაარტყავს რეალურად. ეს მიეძრე ინფლაციას დაარტყავს ამ ფულს რომ იცემ და იმ ფულს რომ შეჭამს რაღაცა ან არ იყიდეს იმ ტრაქტორს ან რაღაცას არ გააკეთებს და ის ტრაქტორიც ხო შეიძლება აგერ ირანში აკეთებენ ერთი ავტოქარხანაში აწყოდა იმ ფულმა შენ ქვეყანაში იტრიალოზი რა ტრაქტორი იქნება თუ დიდი იქნება ამ ხელა ის კონად ისტორიას ხო ქუდაიშა და ავტოქარხანას უშვებდნენ რა ტრაქტორს აღარ გამოუშვებდნენ რომ გადაწყობილიყო ანუ თუ ისეთ ფულს მოაჭრის მთავრობა სოფლის მეურნეობის და ისეთ იმას შექმნის ტექნიკურ ბაზას რომ ფული საქართველოში იტრიალებს ეს იქნება იდეალური ანუ სოფლად გლეხი გაგიმდიდდება არ ვიცი არ მუშაობენ ამ კუთხით არის ალბათ ჩემნა თქვას უნდა რაღაც ხმა გააზრება ახლა ისევ იმომს და უბრალოდ ყოველთვის მქონდა მე გადაცემაში და ამერიკას უნდა აღმოსავლეთში ბაზარი ევროპის ბაზარი ერთი 300 მილიონიანი და მინიმუმ 500 მილიონი ბაზა მისმა ეკონომიკა მიმუშავოს და მითო ხდება ეს ყველაფერი უბედურება რა დაბუნდა და შენ ახლა არ ვიცი რა გვიცავს ჩვენ და ამ პატარა მიწისთვის და ამ პატარა ხალხისთვის ვერ მოგივლია უხერხულია ცოტა ძალიან უხერხულია რასული მასვის ერთი ქალაქის მოსახლეობისთვის ამდენი სამინისტრო და ამდენი დეპარტამენტი და მთავრობის ამდენი სტრუქტურა მუშაობს და ხალხი მაინც გაჭირვებულია ადონიკა ეროვნული ბანკი ახსენეთ და რისი თქმა მინდა იცით და თან მონოპოლიებზე ვლაპარაკობთ რომ ეს ბანკები ორი სამი ბანკი მონოპოლიურ მოგებას იღებენ და ასე შემდეგ რა გამიკვირდა იცი ამ ორი კვირა იქნება საქართველოს თქვენ ჩემზე უკეთესად იცით საქართველოს ბანკმა ლონდონის ბირჟაზე ფუნქციონირებად 100 ფირმას შორის ადგილი დაიკავა და იმავე დღეს ნათია თურნავა ულოცავს საქართველოს ბანკს აი ჩემი გადასახედიდან მისალოცია რაც რომ მონოპოლიურ მოგებას იღებს ბანკი ხალხს ატყავებს და ეროვნული ბანკი ნაცვლად იმისა რომ იმას უხსავდეს ასე ვთქვათ და კონკურენტულ გარემოში აქცევდეს აქეთ მიისრაფოთ იმას აქებს ესე იგი რა კარგი ბიჭი ყოფილიყარ რომ იმ 100 ფირმაში
ის 100 ფირმა, ის 100 ბანკი ესე მუშაობს ესეთნაირი თაღლითური. აი მე გეტყვი, საბანკო სისტემას ორ თვეში აქ 550 მილიონზე მეტი მოგება. ორ თვეში. წარმოიდგინეთ თუ გაამრავლებ ახამას 6-ზე, ერთი წელი გამოვიდეს, უკვე შარშანდელო ხო ქონდა 2 მილიარდი ლარი, იმაზე მეტი გამოდით დაახლოებით მოგება, ხო? ასეთ ქვეყანაში. თელი უბედურება რა არის ყველაზე ვერტაბელურია ბანკი საქართველოში განათლების მხრივარი ძალიან დაბალი კულტურა და ეროვნულ ბანკს აქვს ასეთი ფუნქცია ფასიანი ხალხების მარეგულირებელი ორგანო. როცა ფასიანი ხალხების მარეგულირებელი ორგანო არის თვითონ ფასიანი ხალხების ბაზარი, ხო, არის თვითონ ბანკების კონკურენტი. ანუ ეს უნდა იყოს ცალკე. მოსახლეს თუ იმ ბიზნესმენს უნდა ფული ფიქრობს, რომ მივიდეს ბანკში, უნდა მიიტანოს უზრუნველყოფა, იქ ბრუნებს თხოვენ იქ იმას და ნუ ბევრი ვერ იღებს ამსეს და იღებს აი ესე კერძო ნივთებით ლომბარდებიდან და მერე იუღება და იქცევა ხალხი. როცა არის ის მეწარმეობა, შენ როდესაც რაღაცა მოიყვანე, ხილი მოყავს და გინდა განვითარე მაშინ შეიძლება მიცი ამას სააქციო საზოგადოების სახე, შემდეგ პლატფორმა უნდა იყოს საქართველოში, ეს გააშუქოს, რა ეს კარგი მეწარმეა და ვარ კარგი პომიდორი მოყავს. მაშინ რა ქვია სადბურში კარგი რაღაცებს აკეთებს და იმის აქციები მოსახლემ შეიძლება იყიდოს ხო თითო ლარიან თუ ჭირდება 500,000 ლარი მაგალითად გამოუშვას 500,000 აქცია ერთვარა და მოსახლეობა იყიდის 10 სტუდენტი იყიდის 10 ლარის აქცია სიმბოლურად 500 ლარს და სხვა იყიდის და ეს ფული შევა და გააგრძელებს და მე დივიდენდები დაერიცხება და უფრო ისიც ინტერი ანუ ბანკის გარეშე მოხდება ესე და ბანკი ამას კლავს ბანკი ამ სექტორს კლავს და არგუმენტაციას უკვე საქართველოში პატარა კაპიტალის ბაზარიაო და ნუ არ იქნება მოსინჯე თუ არ იქნება კაცო გააკეთე გაუშვი ეს ფასიანი გახალდების მარეგულირებელი ორგანო უნდა გამოიტანო ეროვნულ ბანკიდან და იყოს დამოუკიდებელი ორგანო საერთოდ და მაშინ რაღაცა გაჩნდება იმედი რომ ობლიგაცია იქნება თუ ისა და არეგულირებს ეს ორგანო და ბანკთან იქნება იმაში არ აწყობს ეს საბანკო სისტემას აი საქართველოს ბანკი აიღე გინდა TPC ბანკი აიღე აქცია ღირს ამდენი ეგ ელემენტარული ახლა თუ პრობლემა აქვს ხო ნებისმიერი ბანკი გაურიგდება აგერ საბროკერო კომპანიას და მის აქციას მისივე ფულით რო არ გააყიდინებს თუ ეს დღეს 9 გიროვანქა სტერლინგი მაგალითად ერთი აქცია ხვალ აყიდინებს 11 და უი გაიქცა გაიზარდო და მე როგორც წესი დადგინება მისი ფასი ახან 1 ან 2 გარიგება დაფიქსირება აღალფოდ ესე იგი ამის ფასი და თელ კაპიტალს ანუ თვითრეგულებას აწევს კაპიტალიზმი მე ამით ცეცხლებს იზიდავს ევროპიდან ამერიკიდან რა ვიცი დასავლეთიდან წილი 2% და 2% ეს აგერ მამასისხლად არიგებს მე ამ ფულს გითხარით რა პროცენტებში იგივე ეს ოლიგოპოლია ცუდია იმით რომ თვითონ გეუბნება მოსახლეს მომიტანა შენ მე 10%-ად ლარი ჩამიდევი ბანკში მე წარმოგცემ დეპოზიტ თვითონ დააწესე ეს ვარი დეპოზიტზე და თვითონ ასესხებს 21-დან 51%-ად. არაფერ შეაკეთეს ხოლმე. ფაქტიურად ხო? ამიტომ არის დიდი მოგება. ვალუტის კურსის ყერების დიდი მოგება. რაღაც ცოტა შეაჩერეს, მაგრამ გახსოვთ ალბათ ხო უცებ გაუფასურდებოდა ხალხი არიქა დაიწყებდა დოლარებს ყიდო და შემდეგ იაფად იყიდნენ იმ დოლარებს და აი და სხვა ოპერაციები გარანტიები და კიდე უამრავი ოპერაციებიდან აქვს. ამდენი მოგებები ამ ბანკებს ამ გაჭირებულ ქვეყანაში და მთავრობას უპრიანი იქნება ცოტა ხელი მოგიდოს ამ სისტემას რა. იმიტომ მისგან გამოწვეული მოსახლეობის და საზოგადოების ნეგატივი აისახება მთავრობას. და არავის ეგონოს რომ მარტო სახლა დააბრალებს საწვავის აწევას ფასები, იმიტომ რომ დავიწიო რომ მარტო საწვავის აწევის ბრალი იყოს ამ ფასების. ეს არის ჯამურად. და მათ შორის ლომის წილი უდევს საქართველოს ეროვნულ ბანკს მათ მიერ აღებული ფულად საკრედიტო პოლიტიკით და არსებული საპროცედო განაკვეთებით. ნაცვლები. პატრონიკა. პატარა შესავალი, სალამ ვიდრე კითხვას დავსვადე, პატარა შესავალი მინდა გავაკეთო. საუკუნეების წინ, აი დაუშვათ პლატონის და არისტოტელეს დროს ეს მოაზროვნეები, ერთ მოაზროვნეს შეეძლო ყველაფერზე ესაუბრა და ყველაფერი განსაზღვრა, მედიცინაზეც ლაპარაკობდა, ეკონომიკაზეც, პოლიტიკაზეც, პოეზიაზეც. იმის შემდეგ 100 აღარ დღეს ახლა 100 ხო არ არის, მაგალითად მედიცინაში თვალის ექიმის სხვა არის, ველყურის ექიმის სხვა არის, თმის ექიმიც ყოფილა.
ესევია ეკონომიკაში, ხო? მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, მეზოეკონომიკა და ასე შემდეგ, საბანკო ბანკის ეკონომიკა. ყველაფრის კარგად სწავლა შეიძლება სოფლის მეურნეობის ეკონომიკას. სიბეჯითით შეიძლება ყველა ეს სახე ეკონომიკის ისწავლა. მაგრამ არის დარგები და მიმართულებები, რომელსაც აი რაღაც სხვანაირი ყნოსვა უნდა, აი როგორც პოეტი ვერ გახდები, რომ მოიკლა თავი, რომ მოიკლა პოეტი ხო ლექს ვერ გარითმო და რიტმაში ვერ ჩავსავ და ასე შემდეგ, ხო? ეკონომიკაში კიდევ არის კურსის განჭვრე და კურსის პროგნოზირება. თუ რაღაცნაირი ალღო არ აქვს ადამიანს, ძალიან გაგიჭირდება. თქვენ ამაში მაგარი ხართ. სოროსი არ ახართ, მაგრამ აი საქართველოს პირობებში მე ვკითხულობ ხოლმე თქვენ პროგნოზებს, ვალუტასთან დაკავშირებით, კურსებთან დაკავშირებით, ძალიან ახლოს არის და ძალიან ესეთი დამაჯერებელია. მოდით კურსებზეც ვილაპარაკოთ, რა შეიძლება მოგვეწოდეს აი ამ პოლიტიკური და ეკონომიკური არევდარების შედეგად. კი ბატონო, საერთოდ კურსზე საუბარი და ნებისმიერი პროგნოზი არის უმადური საქმე. ძალიან უმადური საქმეა, ბოლო დროს მაგით შევწყვიტეთ. სამწუხაროდ დარწმუნდი და იმიტომ ხო, ნუ არ გვაქვს ახლა ესე მოთხო თუ ვინმე პირადში მოგწეს ორგანიზაცია, ისე ვეტყვით ვარაუდს რა ესე იქნება. აჰა. ხო, ნუ აგვიდეთ ბოლო 6 თვეა ფაქტურად გადავტვირთეთ ჩვენი პოლიტიკა და აზრი ვერ დავინახეთ ეს კრიტიკი, ეს არც მაინტერესებს, არავის არ აინტერესებს, არ საზოგადოებას აინტერესებს თქვენი მართალი სიტყვა და ამით უმეტეს არც ხელისუფლებას. ბიზნესმენს არ მაინტერესებს. ეხლა გაითვალისწინოს. ხო, მაგრამ კი ზოგიერთები გწერს, ნუ დავუშვათ ამდენი იქნება და დიდი მადლობა და ამით ფარდება. კურსის ჩამოყალიბებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, იდეალურად ჩვენ ვაკვირდებით დინებებს, თახის შემოდინებებს, ტრანზაქციებს და მეორე არის საინტერესო ფაქტორი. საბანკო სისტემის ხელწერა. საკუთარ ტალღები ვითარი უკვე ეს ჩვენ ვაკვირდებით. ანუ როდის ახლოვდება პერიოდი, რომ საბანკო სექტორი აპირებს ბაზარზე კურსის შეთამაშებას, ვითომ ეხა რაღაც ტრანზაქცია მოხდა და უცებ გამხარდა დოლარი, გაუფასურდა დოლარი და 3 დღის, 4 დღის მერე ისე ვიწყება, როდის არის ფულის კეთების პერიოდი. აი მას დაახლოებით ვზნობთ 3-4 დღით ადრე. რა ეხლა უნდა დაიწყოს და პირველი ნაბიჯი რომ იქნება, უკვე ვიცით სანამდე უნდა ჩამოვიდეს კურსი და რა უნდა გააკეთონ. თავიანთი ხელწერა ადაღა. ამაზე არავინ არ აკვირდება, არც ერთი ექსპერტი ახლა ნუ რაღაცა მოხდა. ჩვენ ახლა ახალწლების განმავლობაში ამაზე ვართ სპეციალიზირებულები ამ კუთხით, საბრიჟო ვაჭრობებით და ესე ამ ფასებით და მას უყურებთ, რომ როდის უნდა შეათამაშონ კურსი. ახლა შეთამაშებულია კურსი, მაგრამ ჯერ ვერ გაბედეს მაინც. უკაცრავად ერთი მეგობარი მყავს და ამ პროცესებს ის ეძახის აკრეჭვა ჩამოკრეჭვას. აკრეჭავენ ხალხს, მერე ჩამოკრეჭავენ და კი, ძვირად მიყიდიან დოლარს და მე ისე ცოტა ხანში იაფად დაიბრუნებენ მისგან კაპიკებში ამ დოლარს. დაახლოებით 3-4 თვის პერიოდში ამ ოპერაციას ატარებენ. ეხლა იყო ის ფაზა, კარგა ხანი ეჭირა 2.79-60 და ეხლა გააკეთეს, ხო? ფაქტობრივად 2.77-დან 2.73-მდე მიიყვანეს და ანუ ეხლა დაასწრა. თუ ძალიან ბევრი დოლარი აქვს, ამის გასაკეთებელი ეროვნულ ბანკს არაფერი არ ჭირს, რომ ეს არ დაუშვას. არაფერი იმდენი აქვს რეზერვებში. მოგიტყავთ 530 მილიონი აქვს შესყიდული წინა თვეში. ბაზრიდან ამოღებული. გესმით? თავისუფლად შეუძლია ესეთი ნახტომები არ გააკეთოს, მაგრამ ვითომ გააკეთა ნახტომი, მოხდა ბანკებს შორის შეთანხმება, ეროვნული ბანკთან შეთანხმებით იქ. არსებობს ამის ხალხი და შემდეგ ვითომ ხუთღეში ხელს ითმობენ ამით. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ბანკების, აი ეს არის ბანკების მოგების წყარო, ხელისუფლება აქ არაფერ შუაში, მაგრამ ხელისუფლებას ბრალდება მე. მაგიდოვიც არის ხელისუფლება, ამის უფლებას არ უნდა აზრდეს ამას. უნდა იყოს ერთი სახელმწიფო ბანკი, იმდენი კაპიტალით, რომ საფირწონედ იდგას კიდე ამ გიგანტი ბანკების წინაშე. და მან დაამყაროს, მან მიცეს შედარებით ხო აქ 8% ეროვნულ ბანკს და ცესხი. ეს ნიშნავს იმას, რომ კომერციული ბანკი 8%-ზე ნაკლებად ვერ გაცემს ეს. შენ ხარ მთავრ გაეცი 10%-ში. ნუ იმუშაებ, შენ ხალხის ჯიბეს სახელმწიფო ხარ. აი მაშინ იქნება კონკურენცია და მაშინ იქნება კომერციული ბანკები, სახელმწიფო თუ 10 დაძლევს და აკმაყოფილებს, მე მოდი 9 და 8 მივცემ. წრიულ პროცენტზე ლაპარაკი, გასმით? გასაგები. დააწესა
ღვთიბისმა და იმან იპოთეკური გაცემ 16%-მდე, როცა 8%-ია, ერთ-ერთში მოუგონ მაინც ამას და დააწესეს რომ სამომხმარებლო 21%-მდე იყოს და მანქანისესე 51%-მდე იყოს. კაცო, თუ ტყვის ლაპარაკობთ, მითხარი და მოგიტან დოკუმენტებს და გეტყვით რომ აგერ ახლა ხანს გაცემულია 51%-იანი სესხები ლიბერტი ბანკის მიერ ავტომობილს. გაცემულია ეს კონტრაქტები არსებობს. მე ამას არ ვიგონებ. კარგად იცის ეს საბანკო სისტემის თქვა ასე მეტაურმა ხო რაც ხდება. აი ამაში ხო ილანძღება ვინ კრიტიკდება მთავრობა. აი ამ თამაში მთავრობა არაფერში არა. მთავრობას იქიდან წილი არ ხდება. თქვა ასე. ერთი უნდა დავაზუსტო, რასაც მე ვფიქრობდი აქამდე თქვენ ახლა ცოტა შემაცვლე უნდა შევიცვალო ალბათ აზრი, ან არ შევიცვალო. ანუ თქვენ გინდა თქვათ რომ მთავრობას იქიდან რომ ორი და სამი ბანკი მონოპოლიურია სარგებელი არა აქვს, მათთან ურთიერთობა არა აქვს ისეთი რომ თვითონაც ისარგებლოს და ისინიც ასარგებლოს. ახლა თუ თქვენ პიროვნულად აზრობთ რომ ახლა ამხელა ბანკებს აძლევენ ამის საშუალებას იქიდან რამე წილი მითქვა, მე ეს ნამდვილად არ ვიცი როგორ არა სახით იმის, მაგრამ საბანკო სისტემა ისეთი მახინჯი ორგანიზაციაა საქართველოში, თუ რამეს იმ 5 დღეში თუ კიდე გააკეთებს, ხო, ძნელად თუ იმას გავუყობს. მე ესე წარმოვიდგენი და მე ვერ ვიტყვი რომ იქ რაღაც, მაგრამ ამის საშუალებას სწორედ ეგბადებს მაგეჭვს თქვენ ბრძანეთ რომ არ უქნებს თითს არავინ და ამისთვის აღჯის და არავინ არ იძლევს. თუმცა მთავრობას შეუძლია ყავდეს რამოდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი და დაუდოთ წინ რა გააკეთა ბანკმა ეროვნული ბანკის თამადობით, თუმცა ეს კურსი შეათამაშა და ვინ გამოიწვია და რომელმა ბანკმა გააკეთა განაცხადი $1 შესყიდვას და მეორესთან შედარებით და იმან მიყიდა ზույი და დაადგინეს ეს კურსი. ამის გამოძიებას რა უნდა ბატონო ამბროსი? არაფერი ნება უნდა. არ უნდა აძარცვინო. მაშინ მითუარესი, თუ კი სარგებელი არ აქვს, რატო არ აქცევს, რატო არ ებრძვის აბა? როცა მაგას ვიძახი, მე მგონია რომ 5 დღეებიდან სარგებელი არ აქვს, ხა თუ იმის იქით რამე არის, მე ვერ ვიტყვი და მე რასაც ვამბობ რომ არის მონოპოლია და 2 და 20 ლარიან ნაყიდი მას ძეს რო სუპერმარკეტი 120 და 150% ფასტამადის ყიდით და მას გეუბნები და ასე, მაგრამ საბანკო სისტემა რო ხალხს თქვა ასე აპარსავს მეწარმეებს მოსახლეობას, ხო, იქიდან ვინდა როგორ სახით აძლევს, მე ვერ ვიტყვი და ვერავის ვერ დავაბედ. არავინ მაგენი თანხას არაფერს არ გავუყობენ. საბანკო სისტემას დაჭირდა, მოიგო თანხა და თქვენ გადახედეთ რა ხელფასები აქვს. 400,000 სამეთვალ თვეში, სამეთვალ დეპარტამენტის ხელმძღვანელის 15-20,000 თვეში. საინა ხალხო. რაღაცა ხონდა არსებობდეს რაღაცის მარჟა. ეს ხალხი ვინც იგზის, აი ისინი იგონებენ ამ სქემებს. მიტუვამდეს ხელფასები. თანახმარი არიან რომ ესე იყო. მაშინ პოლიტიკური სარჩული ხო არა აქ ყველაფერს, რას გულისხმობ? ამ ბანკების მეწილეები ყველა არის უცხოელი. ესე არა? უცხოეთს ხوار უთხილდებიან მithom, ხوار ერიდებიან რომ უცხოეთს ძალიან ბევრი დეპოზიტია უცხოელების საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან მაღალი პროცენტი ერიცხებათ. ახლა რომ მიგაბ დოლარი გთავაზობენ 4%-ს მოგცემ წელიწადში 5%-ს ევროპაში, მაგხელა პროცენტს ვინ მოგცემს? ბანკი თვითონ გაწევს 3%-ში შესაკე და დეპოზიტზე ვინ მოგცემს ახლა პროცენტს? მაგათი ფული ტრიალობს დეპოზიტებზე და მაგათი აი ფული კერძო ხალხპირების იძახის, მაგრამ ინსტიტუტების ფულის არის აქა. იმიტომ კარგად იციან ფულს დადებენ, აქა 4%-ს დაურიცხავენ წლის ბოლოს. და მაგათი ინტერესიც არის და მე მიტოვ ამბობ შეიძლება უფრთხილდება სახელმწიფო, მაგრამ სხვა დროა დღეს. დღეს უნდა გაუფრთხილდეს შენს მოსახლეობას. მე ვიზახი ჯერ არ ჩანს ნიშნები. დრო მოდის ისეთი საწვავზე ფასების გაძვირება და პროდუქტებზე ფასების გაძვირება 16 ლარი გახდა კიტრი საცალო ქსელში, რომელიც იჭმება დღეს. ხო? კარგს შეიძლება უცებ მოხდეს და მე მიქვირს საზოგადოების. ბევრ რამეზე მინახია პროტესტი და ხალხს მიტინგობენ, არასდროს ქართული მოსახლეობა არ გამოსულა ფასების და უმსგავსო რამის პროტესტზე. არასდროს არ ყოფილა. თუ ეგ დაიწყო, იმას ვერაფერი ვერ აჭირებს. არასდროს არ მახსოვს მე ახლა საკმაოდ ვასაკი მაქვს, რომ ქართული მოსახლეობა პროტესტ და მიტინგს მართავდეს ფასებთან დაკავშირებით. გასაგებია. გასაგებია. დავამთავრეთ. დიდი მადლობა პატიმულო მელმაყურებლებო. დიდი მადლობა ავტორნიკო. წარმატებებს გისურვებთ. აი ხარით.
ლაზები გმირი ხალხია.